ვერავინ გაიმარჯვებს, ეს დამანგრეველი ომი იქნება. ასეთია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის პოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მომდევნო რაუნდის წინ. ჟენევაში ომანის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი იწყება. ვაშინგტონისა და თეირანის დელეგაციები უკვე ადგილზე არიან. მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციას აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს კი პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. შვეიცარიაში გაფრენამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეირანი ბირთვული ტექნოლოგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებაზე უარს არ იტყვის, თუმცა სხვა თვალსაზრისით დათმობებისთვის მზადაა. There would be no victory for anybody. ვერავინ გაიმარჯვებს, ეს დამანგრეველი ომი იქნება, რადგან ამერიკის ბაზები რეგიონში სხვადასხვა ადგილზეა განთავსებული. სამწუხაროდ შესაძლოა ამ პროცესში მთელი რეგიონი ჩაერთოს. ეს ძალიან საშინელი სცენარია. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, სრულად მზად ვართ ორივე ვარიანტისთვის, ომისთვის, ღმერთმა არქნას და მშვიდობისთვის. ფიქრობ, სამართლიანი, დაბალანსებული და თანასწორი შეთანხმება მიღწევადია და ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და ჩვენ ვიცით, როგორ დავიცვათ თავი. ეს სწორედ ისაა, რაც წინა ჯერზეც გავაკეთეთ. წინა ომიდან ბევრი გაკვეთილი ვისწავლეთ, ამიტომ კიდევ უფრო მეტად მომზადებულები ვართ და ეს სხვათა შორის იმას ნიშნავს, რომ მიზანი ომის თავიდან აცილებაა. ჩვენ მზად ვართ შეშფოთება გავაქარწყლოთ, მაგრამ არ ვაპირებთ დავთვალოთ ჩვენი უფლება ბირთვული ტექნოლოგიის მშვიდობიან გამოყენებაზე. ჩვენი პოზიცია და მოთხოვნა ეს არის. მოლაპარაკებების პარალელურად ირანის პრეზიდენტი კვლავ ამტკიცებს, რომ ქვეყანა ბირთვულ იარაღს არ ესწრაფვის. ამასთან, მასუდ პეზეშკიანი ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპასა და ისრაელს ირანის რეჟიმის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს. მათ შეიძლება გქონიათ, რომ მეც მათნაირი პოლიტიკოსი ვარ და ტყუილს ვამბობ, მაგრამ საზოგადოების სულიერ ლიდერს ტყუილის თქმა არ შეუძლია. როდესაც ის აცხადებს, რომ ჩვენ ბირთვული იარაღი არ გვექნება, ეს ნიშნავს, რომ ეს ასე იქნება. თუნდაც მინდოდეს ამის გაკეთება ჩემი რწმენის გამო ამას ვერ შევძლებ. ამის უფლება არ მაქვს. ისინი ამტკიცებენ, თითქოს ირანს არ უთქვამს, რომ ბირთვულ იარაღს არ ესწრაფვის. ჩვენ ტერორისტები ვართ, ადამიანებს ხოცავთ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანმა 32,000 ადამიანი დახოცა. ეს ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ თავად გამოვაცხადეთ დაღუპულთა რაოდენობა და პირადი ნომრების გავასაჯაროეთ. ვინც ამბობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა ამაზე მეტია, ეს უნდა დაამტკიცოს. ისინი დემონსტრანტები არ იყვნენ, მათ 350-ზე მეტი მეჩეთი დაწვეს და 300-ზე მეტ სკოლას დაესხნენ თავს. დემონსტრანტები სკოლებს აზიანებენ და მეჩეთებს სწვავენ. ადამიანმა ლოგიკა უნდა გამოიყენოს. ზიონისტების ლიდერმა და ასევე ამერიკელებმა და ევროპელებმა დემონსტრანტებს უთხრეს, თქვენ შეუტიეთ, ჩვენ კი ხვალ დაგეხმარებით. ისინი სისტემის დამხობას ცდილობდნენ. ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები ომანის შუამავლობით მიმდინარეობს. ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბადრ ალ-ბუსაიდი ირანელ კოლეგას უკვე შეხვდა და აბას არაღჩისგან ირანის პოზიციასთან დაკავშირებული დეტალები შეიტყო. მხარეებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყება, რაც ალ-ბუსაიდი შეხვედრას ამერიკულ მხარესთანაც გამართავს.